ხაზაში სტიქია. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო შენობების ნგრევა სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 15 წლის გოგონა, 2 ქალი და 1 ხანდაზმული მამაკაცი იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც ნანგრევები მათ კარვებს დაეცა. ისინი შიფას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მათი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მხოლოდ 1 ოჯახიდან 3 წევრი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე 5 პირი. ამ კარვებში ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ვცხოვრობთ. შიში, სიცივეში, იმის შიში, რომ მაგალითად კარავი ძილის დროს თავზე ჩამოგვენგრევა. ან შესაძლოა ეს ერთადერთი თავშესაფარი საერთოდ ქარმა წაიღოს. ამ დროს ბავშვები, მოხუცები, ყველა შტორმსა და კოკისპირულ წვიმაში ღიაცის ქვეშ ვრჩებით. ეს კარავი არც ზაფხულში გამოდგება და არც ზამთარში. საერთოდ რა შეუძლია კარავს ასეთ ამინდში? ჩვენი სახლები, ადამიანური ყოფა წარსულში დარჩა. ახლა კი აქ ცხოვრობთ, ამ უვარგის თავშესაფრებში, ცხრებივით. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის 10 ოქტომბრიდან ოფიციალურად მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელთა უმრავლესობა კვლავ არ არის უზრუნველყოფილი ისეთი სასიცოცხლო და აუცილებელი პირობებითაც კი, როგორიც დროებითი კარავია. აი ახლაც, ქალაქ ზავაიდაში, ადამიანები შიშველი ხელებით ცდილობენ დატბორილი და განადგურებული თავშესაფრების აღდგენას. მაგალითად იასმინ შალჰა, 5 შვილის დედა, ჩრდილოეთ ბეით-ლაჰიიდან, ცდილობს დაფრეთილი კარვის ხელახლა შეკერვას. ღამით ისეთი ძლიერი ქარი იყო, ყველაფერი თავზე ჩამოგვექცა. საერთოდ აღარაფერი გაგვაჩნია. ერთადერთ თავშესაფარს ხელით ვაგოძიძებ. სასოწარკვეთილები ვართ, რომელიმე არაბული ქვეყნიდან ვინმე მოვიდეს და ნახოს, როგორ ვცხოვრობთ. ნუ თუ რომელიმე მათგანს მოეწონება, რომ ქალები ასეთ პირობებში ცხოვრობენ. მე ქალი ვარ დედა, რომელიც შვილებისთვის თავშესაფარს საკუთარი ხელებით კერავს. შეხედეთ ჩვენს მდგომარეობას. ჩემს ქმარს პარკინსონის დაავადება აქვს, მას ახლა მხოლოდ ზრუნვა სჭირდება. დღეს ღაზაში პალესტინელთა უმეტესობა სწორედ კარვებში ცხოვრობს. ჰამასის თავდასხმის შემდეგ ისრაელის 2 წლიანმა სამხედრო მოქმედებებმა აქ თითქმის ყველაფერი ნანგრევებად აქცია. ეს უკვე მესამე ზამთარია ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან. მესამე ზამთარია მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქე ცდილობს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს გაუსაძლის პირობებს, სიცივეს, შტორმს, ნგრევას, შიმშილს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების უმწვავეს დეფიციტს. ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივებს გამუდმებით აფრთხილებენ შტორმისა და სტიქიის დროს არ შევიდნენ დაზიანებულ კარვებში. თუმცა ჯერ ისევ არ არსებობს პასუხი, სად უნდა წავიდნენ ისინი ასეთ დროს.